შეხედე იქ ნუტელას სენდვიჩებია. მოდი ვინც მათთან პირველი მივარდება, შეჭამს. ზლატა, ნუ მაპროვოცირებ. და რა, ბოგდანჩი, გეშინია რომ ვერ დამამარცხებ? რა? ვერ გავიმარჯვე? მე ყველაზე სწრაფი ვარ ველურ დასავლეთში. აუ, ბოგდან! მეგობრებო, ახლა მე გაჩვენებთ ჩემს საყვარელ ტანო არჯიშის ილეთს. ასე რომ შემდეგ ვარჯის ფეხის გაყოფა ჰქვია. ისე ყველა მიცით. ახლა კი მეგობრებს დახმარებას თხოვრადენ, შემდეგ ილეთისთვის რამდენიმე ადამიანი დამჭირდება. სად ხართ? ისინი აქ არ არიან. მე ვერ ვიპოვე ისინი. ხილად იყავით ტანვარჯიშის დროს არ დაშავდეთ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. უნდა სთხოვოთ მეგობრებს რომ დაგაზღვიონ ხოლმე. მეგობრებო, აი აქ ხართ. ბოგდან, რასაკეთებ? შენი სააქციე? გინდა თქვა რომ ჩემი ბრალია? აბა ვისი? ის შენ წააქციე? იქნებ შენი ბრალია, შენ მოახდინე პროვოცირება, ჩვენ შეჯიბრი რომ დაგვეწყო. ხრებზე თავი გადევს თუ ყველაფერს ეთახმები, რასაც ხალხი გეუბნება. ჯერ ერთი ძალიან კარგი პრიზი იყო. ნუტელას სულპრაცია ცოდვა არ არის. და მეორეც არ დაგეძალებინა და არაფერი მოხდებოდა. ახლა ჩემი ბრალია. კარგი, რა თქმა უნდა. შეგიძლიათ შეწყვიტოთ კამათი და ამაყენოთ? კი. ნიკოლ, აგად ხარ? გითხარი თუ რამე არის მაშინა დედაჩემს დაურეკავ და ზლატას განანძღავს. საერთოდ გააფრინე, ჩემი რა ბრალია აქ? როცა შეჯიბრი გინდოდა მაგულიანებდი და როცა ეს მოხდა მე დავაბრალე. ხო? ვინ არის შეულებრივი დამნაშავე? შემხევ ყოველთვის პრობლემებში. რა? დამშვიდეთ, თქვენ ორივე დამნაშავეები ხართ, გიჟივით დარბოდით სახლში. ნიკოლ, შეგიძლია მითხრა რას გრძნობ? რამე გტკივა? უბრალოდ მითხარი რა გავაკეთო, გინდა რამე გემრიელი მოგიტანოთ? დამადებეთ თავი, არაფერი არ მინდა, ჩემს ოთახში ავდივარ. ნიკოლ, რა მოხდა? რა გჭირს? არ ვიცი, ფეხი ძალიან მტკივა. მართლა გტკივა? კი, ძალიან, ვერ ვაბიჯებ. ვიცოდი რომ ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდებოდა. როგორც ყოველთვის, რატა ყველაფერს აკუჭებს? შენ ხარ პის, როგორ აღებს საერთოდ, შეწყვიტეთ კამათი, ჯობია დივანზე დამსვათ. ფრთხილად. მეორესაც ნუ მოვტეხავთ. ფეხი ძალიან მტკივა, მგონი მოვიტეხე. რა? ნიკოლ, იქნებ გაჩვენება და ყველაფერი არც ისე სულადაა? დიახ, ნიკოლ, არ გონია რომ ცოტა დრამატული ხარ? არა, ფეხი ძალიან მტკივა. აბა შევამოწმოთ. ვაიმე! არა, აუცილებლად მოვიტეხე. ვაიმე, უბედურებაში ვარ. ეს ყველაფერი თქვენ დაიწყეთ და ხო თქვენ უნდა დამეხმაროთ. სასწრაფოდ გაიქეცე აფთიაქში და მიყიდე სახვევები, თაბაშირი და კიდევ რაც საჭიროა. ახალე. სამი, ორი, ერთი, ნოლი, თქვენ მის ნიკოლის აღზე ხართ. არაფერი მომიტეხია, უბრალოდ ძალიან მინდა რომ მათ გაკვეთილი ჩაუტარო. ისინი გაუნდებით კამათობენ და ეჯიბრებიან ერთმანეთს. მე მათ ვაჩვენებ რომ სისულელეს თავისი შედეგები მოჰყვება. მოკლედ მათი გაპრაკტის იდეები მაქვს. და მე გაჩვენებთ ყველაფერს ძალიან სახალისო იქნება და მათ გაკვეთილს ჩაუტარებთ. აბა ჩემთან ერთად ხართ? ნიკოლ, როგორ ვებრძნობ თავს? ზვირფასო არც კი ვიცი, 130 კილოგრამიანი მატარებელი რომ არ დამჯახებოდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა. რეალურად 123 კილოგრამი ვარ, 130 უკვე სირცხვილია. შეხედე მას როგორი დაუცველია. კარგი, საკმარისია, შემიხვიე ფეხი. ზლატა, შეგიძლია ნიკოს ფეხი შეუხვიო? თეორიულად შემიძლია, მაგრამ რატომ? უბრალოდ ნიკოს ფეხზე სუნი ასდის, მე კი საკვების სომელია ვარ, მაშინ საჭმის გემოს ვეღარ ვიგრძნობ. რა? საჭმის სომელიე? რატომ მეხუმრები? მე სერიოზულად ვამბობ. თქვენ მხოლოდ ჩაჭმას მიირთვებთ და მე მას კერპად ვაქცევ. შენ ყველაზე უცნაური ადამიანი ხარ, ვინც კიოდეს მე მინახავს. ოკეი? ანუ ჩემი ფეხებია სუნიანი? აბა საჭმის სომელიე, ახლა გაჩვენებ. მოდი ჩემთან. აუ, რა მტკივნეულია. ასე ძალიან მტკივა? ძალიან მტკივნეულია. და ახლა? კი. ზადა, ხო დინიდან ადგომ არ შეიძლება. მადლობა ზლატა. უცებ ისე მომშვიდა. რამეს მომიმზადებ? კი, რა თქმა უნდა, 3 წამი.
აუ, რას გეუბნები? ორი, არა, ღმერთო, სულელი ვარ, ერთი წამი. გელოდები. მე უკვე მივდივარ. ზლატა მეც. არა. ბოგდან, შეგიძლია მაიკი იპოვო, იმიტომ რომ ხშირად ჩუსტებში ისაქმნებს ხოლმე. წალიდან ნახე ყველაფერი წესრიგშია თუ არა. ხო, კარგი. ასე ჯობია. მეგობრებო, ახლა მაგიის დროა. ჩვენ ყველანი მივდებით სასწაულს. ველოდებით მშობლებს, რომ ყველაზე მაგარი საჩუქრები გაგვიკეთოთ. გულწრფელად გითხარით, ელით თუ არა მშობლებისგან ყველაზე მაგარ საჩუქარს? ამას ყველა ველოდებით და ნაძვის ხის ქვეშ ვიპოვით იმას, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდით. და იცით, შენ შეგიძლია რომ რაღაც გვაჩუქო. იცი ჩვენი ოცნება? ჩვენ მხოლოდ ერთი რამე გვინდა. ჩვენი არხის გამოწერა. გამოიწერეთ, ეს ხომ საახალწლოდ ჩვენთვის გაკეთებული საუკეთესო საჩუქარი იქნება. რადგან ეს ახალი წლისთვის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. თუ გიყვართ ჩვენი ვიდეოები და გიყვართ მისნიკოლი, გაგვიკეთეთ ყველაზე მაგარი საჩუქარი და ეს თქვენი გამოწერა. გამოიწერეთ ახლა და ჩვენ დავინახავთ რამდენი ადამიანს გულს გამოხატოს სიყვარული ჩვენს მიმართ. დიდი მადლობა, ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ჩვენთვის. მე მას ვერ სათხოვლობ, სად შეიძლება წასულიყო? ბოგდან, შენ ისეთი სურვილი ხარ, რა თქმა უნდა ის გარეკაა. წადი მოიყვანე იგი ჩაიჭი ჩუსტები გარეთ ცივა. ხო. რა არის ეს? ეს მაიკლია. კარგი მაიკლ, მოითმინე. არ გაბედო, ჩემს აღზას შეხება. შეხედე ერთი მას საჭმლის სომელიე. ის დადის თითქოს ჭკვიანია, მაგრამ ნეხსა და ნუტელას ერთმანეთის და ვერ განასხვავებს. აი ნიკო, შენი საყვარელი სენდვიჩი. და ეს გინდა რომ ჭამაო? რა სჭირს? მე მომწონს როცა სენდვიჩი დანეკველი აქვს და შენ ცოტა უგემური სენდვიჩი გააკეთე. შენ რა? გაგიჟდი? აუ, ვაიმე, ტკივე მткиვა. მე დედაჩემს უნდა დაულეკო და უთხრა რაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა. კარგი, ახლავე შევცვლი. აუჩ. აი ყველი ისე როგორც გინდა დნებამ. და იცი ზლატოშკა, შენ მარე ვერ იპოვი შეყვარებულს. რატომ მეუბნები ამას? კიდე ვინ აკეთებს სენდვიჩს კეჩუპის გარეშე? ასეთი სუდედი ხარ? აი ხლავე შევცვლი. ახლა ამოფილი ხარ? არავის საჩვენო ეს სენდვიჩები სირცხვილია. არ გგონია რომ უკვე ძალიან თავხედი გახდი? სულაც არა, უბრალოდ სენდვიჩი ბოსნეულის გარეშე იგივეა, რაც ჩენკუკი ბასკოვის სიმღერით. სახალისო იქნება, მაგრამ ყურება შეუძლებელი. ამ სენდვიჩს თავზე წაგისვავ. როგორი ბლოგერი ვარ? რას გულისხმობ? სულ დამავისლა ისტორიის მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ მომიტეხე ფეხი. დაუშვათ ჩემს გამომწერებს შევეცოდე. ხო და დედაჩემი გამომწერია, აუცილებლად მოეწონება ასეთი კონტენტი. კარგი, ახლავე შევცვლი. უკვე დამღავა. აბა და ახლა ყველაფრით მაყოფილი ხარ? ფერი საკმარისად ლამაზია, თანმიმდევრულობა, გემო, სუნი. როგორ მოგწონს, ჰა? არ უნდა მოხარშო ზლატოჩკა. სენდვიჩი როგორც ჩვეულები მისთან ჯიში უნდა გააკეთო. ახლა მოკლავ. აუ, მეორე ფეხის წკივა. აბა ჩამოიბანა ბოგდან მაგანავალი? ამ მაიკლმა უკვე გამაგიჟა. მაიკლის ნეხში ფეხი ჩადგი? აჰა, მთელ ქუსზე მაქვს უკვე. დიახ, ჩემსახურებო. რა? გულისხმობ მეგობრებს. დავიღალე და არაფერი ხდება საინტერესო YouTube-ზე. და რას გვირჩევ? მისმინე, ვლადი გაქვს რა არხზე A4, მაგრამ მისი ვიდეოების ყურება მინდა. რას გულისხმობ? ჩემ შოთში წამიყვანეთ და გეტყვით ყველაფერს. ხილად ვარ. ისეთი პატარაა, მაგრამ ისეთი მძიმე. დაიმახსოვრე, მეორე ფეხი ჯერ მომიტეხია. მოდი გავაკეთოთ. შენ ხარ ვლად პეიპერი და შენ ხარ კომიკონი. დინდა სკეჩები გაჩვენოთ? სკეჩები არა, ასეთი მაღალი ხარისხის ჩელენჯები მინდა. მეჩვენება თუ აქ ვიღაცა ძალიან გათავხედდა? არ გეჩვენება, მისი ეგო ძალიან ამაღლდა. თქვენ მთელი ჩემი ტანორდიში გააფუჭეთ, ფეხი მომტეხეთ, ასე რომ გამოასწორეთ თქვენი შესწავლებები. კარგი. გამარჯობა, კომიკო. გამარჯობა, ვლად. დიდი ხანია ჩელენჯი არ გავიკეთებია. ცადოთ. რა გამოწვევა ცადოთ? რა სიტყვი იოგას გამოწვევაზე? მოდი.
გული. კიდევ რა? მე ვიცი. ვაიმე! ასე რომ ახალი პოზა იოგაში, მას ნაკადი ქვია. შენ ასე გახარ, მე კი ნაკადულში ვარ. მოდი გავაკეთოთ. ნაკადი ცვლავს ნაკადულში. დიახ, 4 არ არის ისეთი როგორიც ადრე. და კიდევ ერთი გავაკეთოთ, კიდევ მინდა რომ ნახო. ამაგრდი. მოიმე ვარდები. კარგი, ახლა ჩემი ჯერია. არა. კარგი, საკმარისია. გინდა რომ ერთ-ერთი თქვენგანი ჩემი ზრუნვისგან გავათავისუფლო? კი. ჩვენ ძალიან გვინდა. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი ოცნება? თქვენ შეჯიბრი გიყვართ, ასე რომ ვინც პირველი მომიტანს ვაშ ბაღიდან გაიმარჯვებს. ბოდი არაფერი პირადული, მაგრამ ნამდვილად ჭირდება ეს გამარჯვება. არა, ზატა აქ ნამდვილად არ წავაგებ. მოემზადეთ. ყურადღება. წავიდა. გაჩერდი. ეს ნაძვია. როიცა. ვაშლის ხია. აჰა, ყველაფერი გასაგებია. ნიკოლი კვაში არ არის. რა თქმა უნდა, ახლა სეზონი არ არის. ახლა მას არ ვიცი რას უზამ. გაჩერდი ნიკოლ. უკვე მივხვდი, ჩვენი ბრალია ყველაფერი კარგი, მაგრამ შეჭყვიდე ჩვენი დაცინვა. კარგი ბოდიში, მოკლედ ცოტა გადავაჭარბე. მოდი Brawl Stars ვითამაშოთ, არა? ეს უკვე სხვა თემაა. ცოტა მარცხნივ წადი. ჯანდაბა, მგონი დედა მოვიდა. ზლატა, წამო გავამზადოთ იმისთვის, რასაც ის მალე ნახავს. კი, გავიქცეთ გეთახვები. ვერ გავიგე? რა? იქ არავინ არ არის. ისე იქნებ მოგეჩვენაც? აჰა, ერთდროულად? კარგი, გავიგე. როდესაც მეგობრობა ძლიერია, შეიძლება ჯგუფური ჰალუცინაციები დაგემართოს. ნახე. რას ახალისოა მათი გაპრენკვა? ძალიან უცნაურია, იქნებ ამ სახლში მოჩვენებები არიან? სულენი იყავი და ახლა სულადად დარჩი. სხვათა შორის ეს ნახე TikTok-ზე, რომ ეს ნამდვილად შეიძლება სიმართლე იყოს. მე ვნახე ვიდეოები მოჩვენებებზე ეგორთან. ყველაფერი შესაძლებელია, საშინელი, ძალიან საშინელი, არ ვიცით რა არის. ნაკარგი იქნებოდა რომ ვიცოდეთ რა არის, მაგრამ არ ვიცით ეს რა არის. დავაგვიანეთ. აუ! აბა, როგორ არის მოჩვენება? იქნებ მეზობლები გვეხმრებიან? რა სისულელია? ჩვენ კარგი მეზობლები ყავს, არ ამგონია რომ ამაზე ვინმე მიფიქროს. მოვბეს და ეს არის ეს ხუმრობები, აღარ ვიცი რა გავაკეთო. შენ ხარ პატარა მოჩვენებები, ხო? ზლატა, შეხედე, სწორედ მან ჩართო ზარი. სულ ესაა მოთმინება მომეწურა, მოკლავ. მეგობრებო, უბრალოდ უწყინარი ხუმრობაა, არაფერი განსაკუთრებული. ახლა ჩვენ გაჩვენებთ ხუმრობას. როგორ? ჩვენ დადაყენებთ იქ რამდენიმე საათით ელექტროენერგიის გარეშე. შენ საქციელზე რომ მიფიქრო. ნიკოლ, ვეღარ მოვატყუებ. აი ეს არის ხუმრობა. დიდი მადლობა. ეს მე არ ვარ. შენ არა, რა თქმა უნდა, სხვა არის. ზლატა, ის ნამდვილად არ არის, ტელეფონი ხელში მაქვს. ჯანდაბა, როგორ ჩანს ეს ნამდვილი ზარია. ნიკოლის დედა აქ არის. რა ვქნათ ახლა? ნიკოლ, სახლში ხარ?
მან არ უნდა დამინახოს. რატო? მის მაინც გაიგებს. არა, არ უნდა დამინახოს, ამიყვანე და სხვა ოთახში წამიყვანე. აჰა. ჩუმად. ნიკო, 5 წუთით შემოვიდნენ რომ გასაღები ავიღო, სახლში ხარ? მან თითქმის დაგვიჭირა. ხო. კარგი, იქნებ თავის მეგობართანა, მოგვიანებით შევხვდები. თითქმის გამოგვიჭირა. ო, ძალიან ახლოს ვიყავით. მაშ ახლა ახსნი, რატომ არ შეგიძლია დედას საჩვენო? ახლა ვიგეთვი ყველაფერს, მხოლოდ დასაწყისში ზლატა, გთხოვ წყალი მომიტანე და ბოდია კიდევ ერთი სენდვიჩი გამიკეთე, კარგი? კარგი მეგობრებო, მისესი ნამდვილად არ მაქვს. ფეხი არ მომტეხია და ყველა დაგსნოდით მთელი ეს დრო. ნიკო! 3-2-1 თქვენ მის ნიკოლის სავსე ხართ, ბატლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს, ბოლომდე და არ დაგავიწყოთ მოწონება. ნახვამდის!